აუქციონი ბრუნდება, ოღონდ გვექნება განსხვავებული წესები. ჯეირანი. არანაირი დათმობა აღარ იქნება. მას შემდეგ რაც ფეხბურთს არ უყურებ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, შემიძლია ვთქვა. ოლიმპიკოს ყოველთვის ემახსოვრებაო და ეხლა თამაშიც კი არ ახსოვს რომელს. ვაუ, შენ მოიგე გაზირებული სასწრაფო. დავუწყო. მოგესალმებით მეგობრებო, სეტი აუქციონი ბრუნდება, ოღონდ გვექნება განსხვავებული წესები. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ერთ-ერთმა იუზერმა დაწერა და დიდი მადლობა მას ამ იდეისთვის. ვინ ხარ? ვერ დავიმახსოვრე. ამოანათებ. ხდება ხოლმე, რომ ვერ ვიმახსოვრებ სახელს. მაგრამ ამოანათებ, ლუკა, ეგ უნდა ამოანათოთ, დაიმახსოვრე. მოკლედ, წესები იქნება შემდეგნაირი, მეგობრებო. წესები იქნება, რომ თქვენ არა ღია აუქციონში მიიღებთ მონაწილეობას, არამედ ეგრეთ წოდებულ დახურული აუქციონი, სადაც ჩუმად დაწერთ, როდესაც ფეხბურთელს გამოვაცხადებთ, თუ რა გიღებთ ესა თუ ის ფეხბურთელი, შეგიძლიათ დაწეროთ 0, რომ საერთოდ არ გინა ყიდვა, ან შეგიძლიათ დაწეროთ ის თანხა და იმ თანხაზე მეტი, რა ფასადაც მე ფეხბურთელს გამოვიყვან. თუ სამივე გამოტოვეთ, ანუ 0-ს დაწერთ, ეს წესი იგივეა, ვინც ბოლოს აიყვანა ფეხბურთელი, საათის ისრის მიმართულებით, მის შემდეგ ადამიანს ხვდება წილად. მისტერი ბოქსი ისევ ჩვეულებრივ არის და დღეს თამაშობთ მორიგ ლეგენდარულ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე და მის გაწვრთნილზე. ამ ჩამკეტი დღეს ჟოზე იქნება. დღეს ჩამკეტი ეგრეთ წოდებული ჟოზეა. მე მოვიფიქრე. ირაკლი იმედაძე, ლუკა მილორავა და ანდრო ხელაძე შეეცდებიან საუკეთესო გუნდი შექმნან. ნახოთ მეგობრებო ამ ფორმატში, ჯერ გაამართლებს თუ არა ფორმატი, ამასაც ვნახავთ. და ამ ფორმატში როგორი დაძაბულობა და წუწუნი რამდენი წუწუნი გვექნება კი, რომელიც ანდრო ვეღარ იტყვის რომ მე მძვირებენო და მერჩიანო და თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა ფასს დაადებს ამა თუ იმ ფეხბურთელს. შენ რას ვეღარ იტყვი? ვერაფერს. ანუ ისეთი სასვამობდი რაც თამაში წესშიც. არ წუწუნებდი არასდროს, ხო? ფასებს ეგეთ რაღაცებზე არა რომ მებრძვიან და წაბართვის კაკა და რაღაცები. კარგი. ზუსტად რო გამოვიცანით თან რა სიტყვებით იქნებოდა კომენტარების სავსე მაშინ ანდრო რო რაღაც მიძინებული თამაშობდა. ხო, როცა chill guy და მაინც და რა გოუთია და მაინც დღეს ეგ აღარ იქნება. რა გაიზარდია რა? არანაირი დათმობა აღარ იქნება. იმიტომ რომ კომენტარებში არც იყო. მე და ერთ-ერთ რაც ვიტყვი, რომ აი როდის ვიწყებ მე შეტევას. მე ყოველთვის პასუხობ მეგობრებო. საქართველოს ხარ რა დიდია. არასდროს დაპრობიციონი ჩვენ არ გქონია. 5-3-2-ით დგას უკვე. მეგობრებო, 4-3-3 იქნება ჟოზეს ძალიან ბევრნაირი ტაქტიკით უთამაშია და ავირჩიე ის, რომელიც ყველაზე კომფორტული იყო ჩემთვის და რომელი? 4-3-3. 4-2-3-1 4-3-3 მაქვს მოტანილი. ეხლა უკვე ძალიან გვია 4-2-3-1 და ასე შემდეგ რაღაცებს. ლიგა რემარბები ჩამოწევს. ინტერით ლიგა რომ მოიგო 4-3-3 იყო რა. ხო. 4-2-3-1. კაი. დავუწყო. 4-3-3. ანუ დაახლოებით ერთ. ადვილად გადა 10-იანი ყავს ეგ გითხარი? არა, არ მყავს 4-იანი. მაგრამ ვინ ყავდა ჟოზეს ეგეთი გამორჩეული 10-იანი? კიდე? ხო, ოკეი, კაი, ნუ გასაგებია, ადაპტირდები. ეგ ადაპტირდები. პელეგრინი. ნაწილი ვინც 10-იანებად წარმოგიდგენიათ, იქნებიან შენთან ნახევარმცველებად. ხო რა. არანაირი პრობლემა არ არის. დავიწყოთ მეგობრებო და დავიწყოთ მარჯვენა მცველით, ხავიერ ძანეტით 40 მილიონად. საწყისფასი არა 40 მილიონია საწყისფასი. აი დაახლოებით რამ ხელაზე უნდა დავწეროთ. რამხელა დიდზე რა რაც უფრო დიდზედა და ზე და ვერტი ესე ჰორიზონტალი და ესე. არა, ვერტი ასე ჯობია, ჰორიზონტალი. ესე არ ჯობია კამერა. ეგრე ჯობია დაწეროთ. აი როგორც იმედა გვაჩვენებს. მადლობა. იმედ მართალია ყოჩახ. ანდრო სხვა ფურცელზე წერ, მან შენი შემადგენლობა უნდა დაწერო. ოკეი. ერთი კითხვა, მილიარდი გვაქვს, ხო? მილიარდი, კი ბატონო, რა თქმა უნდა. აქ მაინდ გეიმები არის, ხო ეხლა? რა, ვინ რას დაწერს? ძანეტი ეხლა რაში გინდა? ძანეტი. ეგრე რო დაგითმე მაშინ რაღაცეები. ძანეტი. ანდრო ხედავთ, თქვა ის რომ ის მე ხო ესე დავმალო. დაწერე იმაზე, დაფაზე, რომელიც ფურცელიცა რო დაფიანად შემოატრიალო, მე გამოიღებ მაგას. ოკეი, მაგრამ აი ამ წამს არ შემოიხედო მეზარება მაგის ალით. აი. და მე ეგრე ხელი არ გაკრა? 40 მილიონი არის მინიმალური ფასი, ხო? კი, 40. ან 0-ს წერ, ან მინიმუმ 40-ს. მინიმუმ 40, მინიმუმ 0-ს. უსა 40-ზე ერე 40-ს თუ ყიდვა გინდა 40-ს. 40-ს თუ ვერ იყიდი შეუძლებელია. ნუ 2-ონ თუ 0 დავწერეთ მაგ შემთხვევაში. ხავიერ ძანეტიზე. ხავიერ ძანეტი ხარ აფიგურთელიო ისეთი. არც არაფერი. მარჯვენა მცველად ყავს? მარჯვენა. თბილისში ან ამყოფ. თან საუკეთესო ვარიანტია ესე იქ ძანეტი, ხო? კი. შეგახსენებთ რომ იგივე ფასად შეიძლება სხვა ფეხბურთელიც ყავდეს, მაგრამ უფრო ძვირად აღარ. ანუ 40 მილიონიანი თეორიულად შეიძლება მეორეც იყოს. რომელიც რა ვიღაც არ გახედავ ეს ფეხბურთელიც იყოს. ხალი გამირბის, მაგრამ არ უყურებ. დაწერა მე უპირატესობა მაქვს. სამ თვალზე ერთდროულად შემოატრიალოთ. 1, 2, 3.
85 მილიონი. 65, 55, 85 მილიონად იმედას გუნდში აღმოჩნდა ხავიერ ზანეტი. არა, კაია ხო, ოჩახი მენა. რავი. ჩემი აზრით ესე რო გევაჭრათ, უფრო ძვირად გაიყიდებოდა. რა თქმა უნდა, კარლოსი რამდენად შემტენეთ მაშინ? შეწენვა არა აკალოს. რატომღაც მე იმედაზე ვერ გავთვალე. შენზე ვიფიქრე, მე იმედაზე ვერ ვიფიქრე, რომ თბილს დაწერდა რა, შენ ეგონა ვარ დაწერდი ბევრს. მოდი, მარცხენა ვინგერს შემოგთავაზებთ, ედენ აზარს. საწყისი ფასი 60 მილიონი. აზარდი? ახლა უკვე შეგიძლია ცოტა ესქნა რა. კაი, ამ ფურცელს ვაცლით, ეს მიდის გვერდზე და ახლა ან შეაბრუნე და უკიდიდან დაწერე, რომ დავზოგოთ, ეკოლოგიას გაუფრთხილდეთ. ტყე შეუნახე შვილებს. კი. მე რო იმეშვება, არა, ფლომასტრით წერთ და ამიტომ არ დაეთყობა ეგრე. აი ნახე. ხალხი გაგვიგებს. არა, მე არ ვზრუნავ ეკოლოგიას. რო გამიჭირდება, მე რო ვისურვებ. გრეტა ტუნბერგის საკბილო რამდენს დაზოგერა. გრეტა აბოთ არ გვიყურებს. ქართველი გრეტები ამ ფურცელს მაინც გადავყდი. რა თქვილა მართალია ძალიან გაუგებრად წერია. ძალიან ჟონავს უკან მართალი იყავ ლუკა პოდიში. ედენ აზარი? კი, 60 მილიონი. ეწამ? აუ ანდროს რაღაცა ისე აქვს მომწადებული რომ დაახლოებით ხვდები რაც წერია ანდროს. აბა რა მიწერი სანამ მოატრიალებთ დადე კალამბუკა და მე რაც მე ის გინდა აზარი გუნჩი? კი. ო. მინდა მაგრამ რა დონეზე? 1 2 3 110 125 0 იმედა საერთოდ არ უნდა ედენ აზარი ჩემთან მოდის რა თქმა უნდა 155 მილიონად აზარი წავიდა აქვს საერთოდ აქცდი ფათა შორის ჟოზესთან რო იყო აზარი ჟოზემ თქვა რომ მესის და რონალდოს დონის ფეხბურთელიაო აზარიო და მაგის შემდეგ სეზონში მგონი 3 გოლი გაიტანა რონალდო არის კარი მარცხენა ვინგერი ბიჭო რახან არ ყავდა ან მისტერი ბოქსში ან ვაფშე არ არის რონალდო ფორვარდად ხო ცენტრალად ოკეი რატო ჟოზე არ და ჟოზეს დროს მარცხენა ვინგერი იყო კი, მაგრამ ცენტრო ფორვარდად ყავს. და ეხა რონალდო არის ზუსტად საწყის პასი 100 მილიონი, კრიშტიანო. 100 მილიონი რონალდო. კი. ნული რო დავწეროთ რა ხელა ჰეითი დამოვა. 105 დაწერე. რო ნაჩუკარი არის. ჩემი ვიცადო? ეხა უნდა იფიქროთ სხვა რას დაწერს, რომ მე ოპტიმალური ფასი დასვათ. და მაგ ფიქრის ექსპრესია არის ანდროს სახეზე ხა რაცა წერია. თუ აღარა წერია. შენ დაწერე იმენ. რა თქმა უნდა. ეგ რაც შენ მოყევი. აუ ძალიან ძვირი თამაშია. უბრალოდ რთული თამაშია. მეგობრებო, გეხვეწებთ ამებს, აქ დავაგდებ და მე ჩემი თავკრებ მართლა გეუბნებით. აი ძალიან დავიტანე ამდენ ფურცლით. ჩემი თავკრებ. გინდა რა გითხრა. უბრალოდ რო ის არ გეგონოთ, რომ აი. 1 2 3 300 რაფასებია 325 მილიონად 325 ძალიან იაფად რამდენს ვიხდით ხოლმე დაახლოებით რონალდოს დონის ფეხბურთელს რონალდინიოში 300 ავდივართ ხოლმე და ბიჭო ეს ერთადერთხელ 400 იყო მესი ან რაღაცა იგივე ოღონდ ბარსაზე ანუ მეს ახლა რავი კაი რატო არა კაი ფასად წავიყვანდი დაახლოებით ამ ფასად წავიყვანდი და ეგრეც ვიფიქრე რა ვიცოდი რომ 300-ზე მეტი ეწერებოდა რომელიმე ამ ადგანს და ცოტათი ვაჯობე ფეხბურთელი ვერ რამდენი დამჭა ფული 30 ფული ამ მომენტში 915 იმედას ლუკას ჯერ ფეხბურთელი არ შეუძენია და შეგა 530 ცოტა შეჭირვებული გაჭირვებული მდგომარეობაში მაგრამ ორი კარგი ფეხბურთელით როგორც მინდია ციკლაური ხო მაგრამ შეიძლება დაბალ ფასებში დაწერო ესეთი თანხები რომ ვიღაცებს მოუგო ოჰო ზუსტად ამიტომ ნახოთ და პირველ მეკარეს გამოვიყვანთ თქვენის ნებართვით იკერ კასილასი იყოს 40 მილიონად 40 მილიონად ხო? კი 40 მილიონი იკერი გინდათ იკერ კასილასი საერთოდ შეიძლება რომ არ გვინდა ეს კასილასი ჩეხი ყველას ხო იცი არ მოიყვანს რატო ჩეხი შეიძლება საერთოდ არ მოიყვანს არა ჩეხი ჟულიო სეზარი ეყოლება უეჭველი ჩემი და ჩეხიც უნდა ყავდეს ეგრე უნდა ყავდესით ნიკოლოზს ვერ შეაფასებ არა ნიკოლოზი ძალიან კარგი წამყვანია კარგი წამყვანია თუ უბრალოდ კარგი გახსოვს შენ ჩინგის ყაენი რატო შეხვდა მეკლე თემურლენგი შეხვდა თემურლენგი ნუ არა მურმაყრო შემხვდა მაგრამ ყველა ვერსია აზრია რა დამყრობ შახაბაზია და ყველა დამყრობ მაგათი ატილა კაი ეს ცუდია ძა კაი ჯერ ვაჩვენოთ და მე შეწყდეს გააცა აი ჯერ ვაჩვენოთ და მე ავიღებ მე ანუ ბარემ აიღე და მე ვაჩვენე აიღე. რომ ისაუბროთ რაღაცა იქნება იმედა იღე რა ისო ჩასო
აი ფეხს ნუაბიჯებში. ისეთი სახე ქონდა რომ უნდა ჩავსვა. აი, მოდი. 1 2 3 80 მილიონი 50 მილიონი 45 მილიონად მე მინდოდა იკე. ავი. 80 მილიონი ანუ ვიღაცაში პატივცემულობა არ მინდოდა გამომეჩინა და რომ ნული არ დავწერე მაგიტო. მე ველოდები ჩეხს. რომელიც ან იქნება ან არა. ჟულიო იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ყველა ის ფეხბურთელი რომელიც საუკეთესო იყო ჟოზეს გუნდებში ყველა არ მეყოლებოდა. ოკეი. შეიძლება ყავდეს მილეს ვილარი იყო მაგ ჟოზეს დროს? კი. არ ვიბატონსიო. პირველი ცენტრალური მცველი ჯონ ტერი მეგობრებო 50 მილიონი. 1 ერთ წამად მაცადეთ რომ მომეც. იმედა ჩახედა და ეხლა აი, 1 2 3 ნომუს. 90 135 60 აღადა. და გადავაჭარებ. ჯონ ტერი ბევრად მაგრამ ხო, მაგრამ რა ვიცი რა სიზავდით. 115 იყო მეორე ჩემ. 135 ვიდას ხო, არა. თავიდან ვარიანტებში ბატონო, ხო. ვფიქრობ. გამოვიყვანოთ მეგობრებო პირველი შემტევი ნახევარმცველი რომელიც არის ფრენკ ლამპარდი და რომლის საწყისი ფასიც არის 60 მილიონი. აუ გორამ პანდევები როდის იქნები? აუ რასთვის ნახობ საშნელი გუნდი მეყოლებ. არ ვიცი რა რას მე არ ვიცი ფულს რაში სოკავთ. 1 მაგრამ ჯერა რომ აქ ფასად იყო. კაი შენ? გახსენე? მოდი ეს თითო ვცადო. წავიყვანე, კაი. კარგ ფასად წაიყვანა. 120 მილიონი. ძალიან კაი ფასი. ძალიან. ფრენკი ვარი შემტევი, ხო? შემტევი. იკერი და ფრენკი ისეთი კარგი გუნდი ხო ჯეში. ჩამშლელი პირველი მატიჩი. ალონსო. როგორ გეგადრებთ? ალონსოა პირველი. რამდენად? 60 მილიონი. 60 მილიონი. მე ხარ ფიქრობ ვინ შევა მოვიდეს, ვინ არ შევა მოვიდეს. ნიუდეკი დრო ეს აი ეს ფეხბურთელი მინდა თუ არა გუნდში. ჩაბი ალონსო მინდა თუ არა გუნდში. თუ დაემთხვა რა არის ეწყისი რა თქვი? 60. თუ დაემთხვა მე შენ და ის მინიმუმ მაგფასთან იწყებთ. ოკეი. 60 ჩაბი ალონსო. პირველი გახსენე ლუკა შენ. არა? მოიხა შენ გახსენე. ვეღარ ვცვლი. აუ არ არსებობს მაგფასად რო შენ? იყო ჩემი აზრით. შენ. მითხარი. ა შენ. გონია ასე მეტი აქვს. ჯეირანი. შენ ახსენ. ხა წაიყვანე 100 მაქვს რა. აღარ უნდა გადამეკეთები. ჩაბი? ჩაბი? არა, კაი. მეტიც კარგია, არის. კაცო, ყოჩახ. და მეწყინა ასე ვიტყოდი. მან მეტიც იხდება. 635 აქვს იმედას, 80 800 აქვს ლუკას და 530 ანდროს. რამდენი ფეხბურთელი ყავს? 3 3 იმედას და 2 2 თქვენ. იმედა ყველაზე კარგად ვაჭრობ შეერებით. დანეტი ტერი ჩაბი. კი, კარგად ვაჭრობს მაგრამ ლუკას რამდენი აქვს ბოდიში? ლუკას აქვს 800. ყელამდე ფული მაქვს. ოკეი. მარცხენა მცველი გონი ფურსლები არ გვეყობა. ჩემს და გადაატრიალოთ უკანა მხარეს. პატრიალებ. მე მოგიტანთ. ჩანს. მარსელო მე ხელებზე ვიწერთ, ხო? 40 მილიონი. რამდენი? 40. ოკეი. მე მომწონს ფურსლებზე რო წერ და არა დაფებზე. რატო აი ხელი? ეს შეგრძნება არის რომ მართლა აკეთებთ ამ ყველაფერს. და ასევე სუნი რო არის ფურსლის, ხო? აი. მარსელო. შენ კინდუსი არ კითხულობ წიგნებს? კი. რატო? იმიტომ რომ მე წიგნები ვიყიდო. აჰა. და სახლში დავალაგო ეს. იმიტომ რომ წინასწარ კინდუსი კითხულობ, მე წიგს კითხულობ ფიზიკურს და დებს? კი, ზუსტად. შერაშვები. ანუ ჯერ ვკითხულობ მე არ და ვიცი თუ მომწონს მე ვყიდულობ. დავუსი ხარ? დისლექსია გა. სერდაუსი ვარ, ეხლა ვსწავლობ კითხვას მართლა. ანდრო, ნუ გიჭოს ის, რა სტუდენტმა მაქვს რომ გამოვიხარ. 40. მარსელო არის 40. ანდრო რომელ სეზონზე ხარ? გოტის რევოჩის. ვინც არის იცით მეგობრებო, ანდროს გოტის რევოჩია, Game of Thrones-ის თავიდან უყურებს და რომელ სეზონზე ხარ მითხარი? და მთელი ოფისი მოვიცავი მაგით. რა? ყველა. და მხოლოდ ოფისი. ეხა ვარ მე-6 სეზონი. ანუ ბასტარდების ბრძოლას უნდა უყურო. ვაუ! ჰა? ბოლო კარგ სეზონს უყურებ. ხო. ბოლო ბოლო ძალიან მაგარ ასე სეზონს. მალე ნახე. მაგით თავდება ძალიან მალე Game of Thrones-ის კარგი სეზონები. სახლში მინდა. იმიტომ რომ წიგნი ხდება მაგ. აი რო უყურებ სერიალს, სახლში მინდა ერთ სული მაქვს როდის მე. ოჩა, ბათულ ბასტერდზე ხარ უკვე? მიხარ სულ მე უყურებ. ორი კვირა, სამი კვირა უყურებს. საუკეთესო combat სცენა იყო ჩემთვის, იქამდე სცენა Night of the Seven Kingdoms-ის ის არ ნახე, მეხუთე სერია. დადის და ყველას ადარებს პერსონაჟებს. იმედ, შენი აზრით ეს ვინ არის? და მგონია რომ იმდენ როლებშია რომ სადღაც საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც მაგას. კი, მაგრამ იმედა უკაცრავად ქალბატონო. აი ეს მძღოლი ვინ? მართალია, იმედა არ გითხოვს. High Sparrows ტიპებში. ლუკაზე აღარ ვთქვათ ვინ გონია და ალესანდროზე?
ვიზე არც თვითონ ამ დროზე არ მე და ლუკა ერთმანეთზე არ უძახით რა. ორჩით, ხო? მე ვიღაც რაღაცა ვეწყინოს და. დრო არ ხო არ მოგწონს ამიტომ სამამდე დავითვალოთ ახლა და მარსელოზე რაფას იხდით გავიგოთ. დაიწყე იმით. თორე ეს სკანდალია. აი დათვალე რატო 1 2 3 150 125 95 კანგაი. მარსელო წავიდა ლუკასთან 150 და მე ფიქრა რომ ლუკა კიდე მეც გაისროდა. და მარსელო გვინდა და იმის ფურცლები თუ დაგჭირდებათ, დაბირეკეთ. აგერ ხარ? ამჟამად. მე ძალიან მიყვარს ამ დროს ანალოგია რო არ გაუკეთებია დავით გოგიჩაიშვილთან, რომელიც ხუმრობებს რო კითხულობდა, ესე ისროდა ხოლმე, მეგონა. მარჯვენა ვინგერი. ეგ არ იცოდი? ვიცოდი. მან იდეა ვიცოდი. მარჯვენა ვინგერი მეგობრებო არის ანხელ დი მარია აუ 50 მილიონად. კაი. ახალდივარია სურს შენ? სურს. სურს. მაგრამ რამდენად? ეგ სხვა საქმეა. ეგ სხვა საკითხი. ასე რაღაცა მეგობრული ის არის, ხო? უჩქი რა ესე ჯობია მაგრამ. ნახო ეს ეგრე იყო, მაგრამ ხალხმა აყურებელს როგორ მოეწონება? ვაჩუქეთ და შენს რაღაცები დაუთმე რომ მოხდელიყო და ანდროს ვთქვით ხოლმე. აი, ხო და გამოი- ხო არაფერს არ ვაკეთებ და წინებს იხსენებენ, წინებს რომ გაიგიზიანო თავ. ვიმუხტავთ. რა საინტერესო ზმნა რამდენი ესაწყესი დიმარია? თავის გაიგიზიანებ. 50. რომ მაგას პლუს 5 დავიწერო? შენ აი, ტიპებს რო ატყობ რომ თავს იზიანებენ, რომ ოი, ეგრე მართლა, ძალიან ო, ინტერესანტია, ქვაში. რომ ოი, დან მზადვართ? კი ბატონო 1 2 და 3 110 190 ანდროსთან წავიდა ვიდეო. ცოტათი მომემატებინა რა. ვიცი როგორ გამომივიდა. ეგრე გამიგდა სუსტად. ზუსტად ვიდეო არის ამ კაცის, ანუ ახელტიბარიას მეცახელი. მეგობრებო აუ, ის- მარჯვენა მცველს თქვენის ნებართვით გამოვიყვან ბრანისლავი? მეორეს მარჯვენა მცველს არის ხო. რომელიც არის ალვარო არბელოა 20 მილიონად კოლე პირველად ნახავთ 3-0-იანს. ვისთან მიდის თუ რამეა იმედა. შენ იყიდე და იმედი. არა რატომ მიდის იმედი ბოლოს სანდრო მიყიდა ბოლოს მე ვიყიდე და შესაბამისად ვისთან მიდის? იმედასთან ოკეი. არბელოზე უკეთესი მარჯვენა მცველი არ ყავს? მე არ მომიყვანია შესაძლოა როგორაა შესაძლოა როგორ თორე ისე ივანოვიჩი არის არსებობს და რა მარტო და კიდე სხვაებიც არსებობენ ვინც მარჯვენა მცველად უთამაშია ჟოზესთან გაცვლა არა სევ ჟოზესთან? მაიკონი ხო ჟოზესთან იყო კი. ხო არა მაიკონი კი, ივანოვიჩი და მოიყვანა არბელოა? ძანეტი? დანეტი მე მყავს და ჩემთან ვერ მოდის იმიტომ რომ მარჯვენა მცველი მყავს შენთან მოდის ლუკასთან მიდის. თუ ნუ ყველა ჯერ იქნება და ანდრო წერს 100 მილიონს იცი 20 წელი წაყვანა უყურს, ნახოთ აბა. 1 2 და 3 20 წავიდა აგერ არბელოა ნახე ხა. სწორია, მე ხა ნაგავიშენ ხდება, მინდა. ხდები? გამაუშვი. შენთან ლუკა ისე 20 მილიონად არის პაულო ფერეირა ან 5 მილიონად ეს ფეხბურთელი თითქოს ცუდი არის პაულო ხო ფერეირა. ფერეირა ცუდი კი არა არბელოაზე უკეთესი იყო არბელოა ეგეც ცუდია ყოფილი. მაგრამ პაულო არბელოა არ იყო ეგრე ცუდი კაი, არ მინდა ხა პაულო ფერეირა და არბელო ერთად როგორ შევადა რომ არ ვიცი. პროსტა ვიცი რომ პაულო ფერეირა არ ეგრე ცუდი არ არის, ხო? არის მცველი ანუ მე პრაიმ პაულო ფილ- ფერეირა არბელოას მირჩევნია პერსონალურად მეც მაგ- მაგრამ მე არაფერს არ ნიშნავს ხო ამიტომ 5 მილიონად გთავაზობ ამ ფეხბურთელს ინტერთან ერთად სერია მოიგო ფეხბურთს დღესაც თამაშობს აუ, კაი. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ უთამაშია ფეხბურთს დღესაც თამაშობს? ხო რა იყო მე ერთი ვარი არის. შეიძლება რომ დღეს ჟოზეს გასწავლები ფეხბურთს თამაშობდნენ ვიღაც. ის მაგ ვერსია ხო არ ვიძახი მაგრამ აიღებს წეს გაუნა ბოლოს გაუნათდა ეგ ეგ საქართველოს ერთად მაიკონი თამაშობს იმაში, სან-მარინოში. ვინ მაიკონი სან-მარინოში თამაშობდა ყოველ შემთხვევაში 5 წლის წინ და ეხლა არ ვიცი თამაშობს თუ არა. მაგას ვიღებ. ვინ გონიათ მაიკონი. ეშლიანგი 5 მილიონად ლუკასთან ნუ არა უშავს, კაი, ნუ. იყოს რა. სასაცილო ვაფშე რა ეშლიანგი. არა ხო მაგრამ ვინ გონია ხე არა, არა, მე არ მეცინება მართლა. ეშლიანგი რა მე უშავს? არ მეცინებ. როგორ ფეხბურთელი? 5 მილიონად, ხო? ეშლიანგის თან რადგან პრაიმებს ვიღებთ პრაიმი მართლა ძალიან კაი он მარცხენა ვინგერი იყო. ხო, მაგრამ ოკეი ვინგერი იყო ნამდვილად მაგ დროს ხო ანტონიო ვალენსია უკეთესი მარჯვენა მცველი იყო ვიდრე ეშლი იანგი შემდეგი იგი გასხოვება არა. არბელოა რო უეჭველი უკეთესი იყო ვიცით? შემდეგი როგორც მცველი ანტონიო ვალენსიაზე არ მგონი არა, არა, კაცო, იანგზე. იანგი ხო თუ შეიძლება შემდეგი ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი 50 მილიონი ამდენი ფეხბურთელი მყავს მე გასაყვანი. შენ ყავს 7 ფეხბურთელი. კი 7 შენ 7 ლუკას 8 იმედას სერჟიო რამდენი არის საწყისი? 50 იგივე რასტერი
მერეცრემლების ზღვარო არ ვნახო, რომ აი ის უკეთესი იყო. ერთ კალათაში მოვათავსე. რამდენი გემეტებათ აბა რამოსისთვის ერთი. წინასწარ გეტყვით, ჩემი აზრით 60 მილიონად ვერ იყიდეთ. ვერა? ეგრე მგონია. გაითვალისწინეთ. ამოცად ვიცით რომ ესეთ შევებს ხშირად არ ვიძლევთ. რამდენიმე წამი მე გავაჩეროთ, რომ მაყურებელმა კარგად აღიქვას 1, 2 და 3 ანდროდენელა აპატარავებს წერს და 195 მილიონი იმედებს. ვისაც აქვს ფული, იხდის. მე არ მაქვს ფული, ბოდიში მეგობრებო. მუსიკასაც ეგ უკვეთავს. მუსიკასაც რა ამბავია ხო 195. ერი რამოსის დაცვის წყვილით უკვე არა, მაგარია. სოლიდური ამბავი იყრება და წინ ჩაბიალოსო და აქედან ძანეთ. აი შემდეგი შემტევი ნახევარმცველი. დიახ, ძანეთ, რა გინდა? 440 დარჩა ხო? იმედას აქვს 440, 645 ლუკას და 390 ანდროს. ანდროს ესე ცოტა მაინც რატო? რონალდო რო ავიღო. ხო, არა, რონალდუს მე რაკენი არ ბელო. აზარი და დიმარიაც ავიღო. დიმარიაც შენთან არის. მესტ იოზილი, მეგობრებო, 40 მილიონი. იოზელი აპოზიციაზე ყავს სამნახევარმცველში შემტევი? შემტევი და შემტევი შემტევი ვეღარ ყავს. მონაწილეობს ლამპარდის ძმა, ანუ არა, ორი შემტევი. ორი შემტევი და ოკეი. ვიღაც შეიძლება ლამპარდი და ერთი იოზილი. საყდენი და ორი, ხო, ოკეი, კაი. და დარჩა კიდე შემტევი ნახევარმცველი, მარტო ერთი ყავს. ალბათ ჟოზეს ხელში იყო საუკეთესო მესუთე? კი. ერთი ყავს ხო მარტო გამოყვანილი. არ ვიცი, იმიტომ რომ არსენალში ძალიან კარგი იყო, როცა ასისტების რეკორდი კი გამოხსნა. არსენალში პროფესიონალი იყო, თუ როგორ თქვა, აი უფრო ჩანდა. რეალში არ მოსლა პერსონალური რეკორდი? რისი? შეიძლება არასწორად. ესისტების ერთ სეზონში. შეიძლება არასწორად მახსოვს. არ ვიცი. ავი, თუმცა მე მგონი მახსოვს არსენალი. 2015-16 წლების სეზონი, როცა ლესტერი გაჩემპიონდა, მაგ სეზონში იოზილი მიდიოდა ასისტების რეკორდზე და ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა ფორვარდმა იმდენი ანიაო მომენტები, რომ ვერ მოახსნევინა ეს რეკორდი ოლივე ჟირუ. იოზილის ხო შევა თქვა რომ აი არსენალი იოზილის გარშემოტრიალებდა. აი ეგ. კი, რეალში მე მგონია რომ აი პირლოს თემა არის და უხეშათო შევადაროთ. ზუსტად, კაი შედარება. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ უფრო შემტევი იყო იოზილი. ანუ ალექსისის და იოზილის დუეტი იყო არსენალი მაშინ. რა ხირს? 40. კარგი ფეხბურთელი. თოფქასავალე ფეხბურთელი იყო სხვა შორის. მართლა? კი. არ ვიცი ახსოვს თუ არა. ეგ იყო. ეგ დაფსონა არა. დაწერეთ? ატაპს კვირაში სამჯერ ეს თოფქასავალე ფეხბურთელი და აუწყო. მეც პატარაზე დავწერე ამჯერად, რა. 1 2 3 65 75 60 ბრავო, კარგია, სულ რაღაც 10 მილიონით მეტი დაგიჯდა. გამიმართ 75 იოზილი ძალიან კაი. ძალიან კაია. ფასი საუკეთესო. მაგრამ აი ეს არის ამ ფორმატში ეს ამის გასაკეთებელი. კი, აი რონალდო რომ მე 325-ად წავიყვანე, ვერ ამბობ. ისეაც ეგრე წავიყვანე. მაგრამ ახლოს იყავით რა. ვიყავით ერთმანეთს. არა, მე 1.80-ით უკან. შენ ძალიან უკან იყავით, მე დანდრო ვიყავით. მარცხენა მცველი იყოს. მე ვეღარ ვარ. კოენტრაო გონსნ ფაბი 20 მილიონად. ანუ ანდროსთან მიდის კოენტრაო. თუ არავინ არ იყიდა? კარბელოს ლოგიკა აქ. აუ მაინდ გეიმები. კაი, ახლა ამ დროს მადლობა ვინც იყო ისო დაწერა. მაგამდე ეწერა ვიღაცას, ეგ კომენტარი, შევერთე იგივე იყო. ხო, მართლა ნუ ჯობია. ის მე მახსოვს დაიწერა ბოლო რომ Android და მაგ პოსტზე და აი სამოვანათოთ. იქ პირველ დღეს სხვა დაწერა. ხან თუ დაწერა გამოგვეხმაუროს და შემდეგ ვიდეოში ამოვანათებ. ოღონდ ეჯერ ნახოთ მაყურებელს მოეწონება თუ არა. მზად ვართ? მე კი. მე ძერმენდალდე ვარ მზად. ვიცი რაც მოხდება, ვიცი რა ჩათა წამო მაინც. თუ იმედი არ გაქისდა. ოკეი. 1 2 და 3. 0 წავიდა კოენტრაო ანდროს. რამდენი რა ღირდა? 20. 70 დარჩა. ბიჭო, აი ფაბიო კოენტრაო მევასებოდა უკაცრავად. ანუ მე მასე ვარ ეშლიანზე დაცვაში არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ძალიან შენთან ლუქშო არის? ხო? 20 ან 10 ეს ფეხბურთელი. ოკეი, აბა. შო არ არის ხა ის რო გადავიდე. არა, ერთი უკეთესი. 10-ზე მეტი გოლი ამ საუკუნეში. 10-ზე მეტი გოლი ამ საუკუნეში. ამ საუკუნეში. 20-ზე მეტი თამაში ნაკრებში. და რაინდის წოდება აქვს. რაინდის წოდება აქვს უკვე და 20-ზე მეტი თამაში. ერთი კაცი ვიცი. დანკან მაღალი? ერთი ეგეთი კაცი ვიცი და იგივე. ბარბაგა სად ითამაშა ჟოზესთან? ვინ ეგეთი კაცი იცი? მე და ჟოზეს. არავინ არ მომდის. სერი იცი მარცხნივ? კი. მარიო რუი არის ეგეთი, მაგრამ პროსტა მარიო რუის ჟოზესთანაც არ ყოფილა. მარიო რუი თორე შეიძლება სხვა. რაინდის წოდება აქვს? იმიტომ რომ მე მომივიდა და მახსოვს. იმედა შოსა იყო სხვა ისპანისტელი. ხო, მაგრამ როცა ჟოზე იყო, მაშინ ყველაზე ნორმალური შო იყო მართლა.
ეზიზღება ჟოზე მოურინიოს ლუქსი. არავინ არის. ვიცი, მაგრამ არა რა. ანუ კომენტარებს გადახედე, სადაც უბრალოდ კამერა მიუშვირეს ჟოზეს და შოზე აზრი კითხეს. ანუ წონაზე და იმ ყველაფერი მახსოვს საერთოდ, მაგრამ შოუ შენ არ გაქვეშენე, bro. რაც Просто არ გაგაცნო. შოუ ანუ არ გინდა რომ ისავ და გინდა რომ ისავ იყვანო ვინ არის. კაი, შოუსთვის და არა შოუსთვის. Why? ვიყვანოთ ის იქ Sir Duncan მაღალი? Duncan მაღალი. წარმოდგენა არ მაქვს. დაფასი ღირსი ჯერ გითხარი? 10 მილიონი. ანუ იმედაც 400. მე მირჩევ რომ შოუ წაიყვანოს. მოიწერდა მართლა? მართლა აი, კი. უკვე- უფრო ბევრს გადაიქცი და იმიტომ და რავი შოა. შოი. კაი, ვერსია არ გააქვთ? არა, აი მაინტერესებს. კარგი, ეგ წავიყვანოთ, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის. ლეონარდო სპინაცოლა 10 მილიონად. და იმ ევროპის ჩემპიონატზე, როცა ინგლისი და იტალია გავიდნენ ფინალში, სპინაცოლა იყო ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და შომ უბრალოდ მანჩესტერის ფანები ალბათ გაგიჟდებით, შევარც გიგიჟდეთ, მაგრამ სპინაცოლო მყავდა. პრაიმში სპინაცოლა მერჩევნია, იმიტომ რომ სპინაცოლას პრაიმი იყო, რა ვიცი, მარცხენა მცველისგან ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი დიდ ტურნირზე. და შო, ანუ კარიერულად ხონდა ჯობია. მაგრამ მგონი პოზიციაზე ამ ხელს ხოვა არსად არ არის მარსელო, სპინაცოლა და Coentrao. Fate შორის El Clásicos დროს ჟოზე მოურინიო, Fabio Coentraos აყენებდა და არა მარსელოს. დაცვაში ის უკეთესი იყო. არა, და რა თქმა უნდა მარსელ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი. პირველი სუსტი წერტილი ჩემ შემოგვიყვება. შემდეგი ცენტრალური მცველი არ ვიცი, სპინაცოლა. ეგეთი არაფერი არ არის. რიკარდო კარვალიო. ა გაცვლებ შეიძლება. არა. რიკარდო კარვალიო. რამდენად? 40 მილიონად. მე ვეღარ ვთამაშობ, ხო? ვერა. ორივე მცველი ყავს? რა თქმა უნდა, ტერი და რამოს. 40 მილიონად რიკარდო კარვალიო. ნიკა ბოდიში სპინაცოლაში გადავიხადე 10 კი. და შოში ვიხდიდი 20. კი. აუ მართლა კაი ბიზნესი გამოვიდა მას. აი, შო იქნება თუ სპინაცოლა. მარსელო რა აზრია? არა, მაგრამ როგორ რას აი, იჭა? გიხუბნა. ხო. მარსელო. მართლა ხო აყიდო. ხო, აღარ რასაც იზღრები არის? მოურჩიჭა წერა. დაიცა კარვალიო 40. რატომ მოუჯერ არაფერი არ დამწერის? კარვალიო აპირებ ხედავდა. არ დავწერო. კარვალიოზე. მე რახან არ ვწერ რომ გამოვიცნო რომელი რას დაწერს ცადო. დავაი. ა შენ ორივე მცველი რა ყავს? თქმა უნდა. ტერი რამოსი ყავს. შენ ჩემი მუხაზვით ნუცდილობ რომ გამოიცნო. ტიპს თავისნაირი გონიო. 40 60. 60. კარვალიო წავიდა რა ზუსტად. აი მაგის სიმე. ვანდობოფასაც წაიყვანე ძალიან კარგი მცველი. აუ ესე იგი საშენელი მცველები უნდა მყავდეს და საუკეთესო შეტევა. ხო, მე მაგიდა წავიყვანა ეხა კარვალიო რომ ეგ არ მოხდა. დაბალანსებული ყავი. მარსელო კარვალიო ეშლიაკი. შემდეგი ჩამჭრელი. 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 გასჭრის? პასე. მიკაელ ესიენი იფ. 45 მილიონი. ანდროსთან ის რორამე და რატო? იმიტომ რომ მე ჩაბი ალონსო მყავს. 40-ად? 45 მილიონი. 45 რატო? ეს აი, რატო მაინც კაი შოუ. ვინ გონიათ ეს? მაიც შენ ვინ გონია და იცი ვინც არის. ძალიან მაგარი ჩამშრელი იყო. იმ ჯოზესი. არა და ცუდი შემხდება ვიღაცaan ეხა. რატო? იმიტომ რომ ესენსის დაგართმევს? წავწეს მაგრამ მე არ წავიყვან. რატო არ წაიყვანე? აი ხმართო. ესენს არ გახსოვს. მართლა ვინ გონიათ ესენი არ ვიცი. აუ რა აი სადიჩინა იყო, ექვს რაღაციანმა განსხვავებამ თავი. არ რაღაც პერიოდში მართლა საუკეთესო იყო. საუ და კაკი. ნუ კი. არსანს რო გაუტანა ის გოლი. აუ მე მილანის ესენი მახსოვს და არ მინდა. არა მილანის ესიენი და მე ხელფასე რო ყველგან დადიოდა ესიენს არ გულ. მოვიდეს ვინც იქნება. ესიენი წავიდა ანდროსთან 45-ად. ასიძახ. 45-ად. აი გამანებე თავი რა მაგაზე ნუ შენთან ლუკა ვიღაცაში 10 მილიონად კრისტანტე ან 20 ევროპის მილიონად ჩემპიონი. ან 20 მილიონად ეს ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი. ევროპის ჩემპიონია. აი მე რა ევროპის ჩემპიონი და სოფლიო. მანჩენი ფინალში შეცვალა თამაში კრისტალეს გამოყვანეთ. ძალიან კარგი. ძალიან ამას მე არ ვარ მარტო არა, ფეხბურთში მას. მაშინ მეც ვიბაზრებ კაცო. თავს უფლებას მივცემ. იბაზრებ, ვთქვა რომ გასწრები. მიკა ესენი გაცილებით დიდი ჩამშრელი არის. თავს უფლებას. ჯერ კარიერა წინ არის. გეღადაოება. აი 20 ხო მილიონი. გადაო? არა. არ გადაო? აი 20 მილიონად ეს ფეხბურთელი. არა, პატრობამ დაისადგურა. 20 მე მილიონად. ვიყავი ერთ რაღაც ვიტყვი მარტო მე გელზე კეხეში ვიყავი ესპანეთი იტალიის თამაშზე და დაიან კრისტანტეს ქონდა პერფორმანსი რომლის გამოც იტალიის ფანები აი გაგიჟებულები იყვნენ რომ ის გაიყვანოს დროზე ცუდი თამაში ყველას გონია. ხო აი მარტო ეს ერთი ცუდი თამაში შეიძლება აღმოუჩინო რომას კაპიტანი, ევროპის ჩემპიონი, ფინალში გეიმ ჩეინჯერი, მილანის აღზრდილი. შეთავაზო ალტერნატივა და აი, ალტერნატივა მაშინ წაიყვანე ყველა ხო ვიცით რომ კრისტანტეს არც დაიწყოს. ტიპზე ფასკა გამოტალი 10 მილიონი ესე აქებს და არ უნდა რა დაიტოვოს. 10 მილიონად არ დაიტოვოს მიდი აბა აგერ 20 მილიონად გთავაზობ ამ ძალიან მისტერი ბოქსი გაიღოს. 20 მილიონად გთავაზობ ამ ფეხბურთს. ერთი მისტერი ბოქსი. ნახოთ. რაიან
ერთი წამით. კამბიასო იყოს. მომისმინეთ, ბიჭო. ლათინური ასოებით დაწერილი მისი ზედმეტსახელი ქართულად ლამაზად არ იკითხება. ფეხბურთის ერთ-ერთ ღმერთს არ უყვარს. და 5 ქვეყანაში უთამაშია. რატო გეცინება? აი როგორ რატო დავიყვანო ხა? მართლა კამბიასო შეიძლება იყოს. კამბიასო არ შეიძლება. ქრისტიანე ამი და რიცის უყარი. შო, ოკეი. შო. იცი ვინ არის ხა და ცუდია, რა? არა, ოკეი. გაიგეთ. იცი ვინ არის? რა თქმა უნდა ეს ეგ უნდა წაიყვანო უჭველი. მატიჩია. მაგრამ მოდი 5 ქვეყანაში. 5 ქვეყანაში უთამაშია? მატიჩი. იმედას შემდეგი სიტყვა იქნება მინიშნება ჩემი აზრით, იმდენად ვერ იკავებს თავს. არა, ყველაფერს ვიკავებ. ეს მივანიშნე რა. არა. გამოხდე. კარგი, რა თქმა უნდა ეს მეორე ფეხბურთელი უნდა წაიყვანო, მართლა ყოველგვარი პაკეტის დაგდების გარდა. პაკეტას. ანუ მატიზე უარეს რა უნდა იყოს ეგრე მივდექი. შეხო იცი რომ ის რაც იმოდიალე წერან. ესტანტე არ არის ეგეც ფეხბურთელი, ნორმალური ფეხბურთელი. კარგი, საიყვანე კრისტალტე მაშინ. მე ვამაყობ რომ ადამიანს გავს კაცო ასე. ადამიანს გავს კი ვიზუალურად. 5 ქვეყანაში? 5 ქვეყანაში. ეს შეიძლება დავიმატე უბრალოდ ჯიგრულად. არ ვიცი, მე შენს მომბას ვიცავ თუ ვიცოდე და იმედა მგონია რომ იცის, მაგრამ არ ხო იტყუები ხა, ხა რატო გაკეთე? ხო და რატო მე უნდა ვიქცეო? ეს მაინდ გეიმები იყო და ეხლა ჯიგარი. ეგ მიმყავს. ესტევან კამბიასო, გილოცა. კამბიასო მეგონა, იმიტომ რომ ფეხბურთის ერთ-ერთი ღმერთი მარადონაა და მსოფლიო ჩემპიონატად წაიყვანეს. ზუსტად წარმოიცნო და მისი ზედმეტსახელი არის ხუჩუ. ლათინურად იწერება CUCHU. შემდეგი ცენტრალური ძალიან უკმაყოფილო ვარ. კი, აბარასტა. უნდა იყო კამბიასო. შემდეგი ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი ვესლი სნაიდერი. თუ სნეიდერი. სნაიდერი. მე ვეღარ, მე ნახევარ და ცოტა კომპლექტი. იბრძო. ნეი. რამდენადაა? 40. კამბიასო ესია. ლამპარდი ოზილი ყავს შენ? არა, კამბიასო, იოზილი, ფრენკი. აღარ თამაშობ. ლამპარდი ოზილი ყავს? ანუ თქვენ შორის 40-ადაა სნეიდერი? 40-ად არის სნაიდერი. და შენ ნახევარდაცვაში ვინ ყავს? ისიენი. მარტო. შემტევი არა, ყავს? შემტევი. მე არ მყავს ჩაბის გარდა არავინ. ხო, ანუ სნაიდერი. თქვენ 4-იო. ხო. ლუკას აქვს ყველაზე მეტი ფეხბურთელი ნაყიდი და ყველაზე მეტი ფული აქვს. სამაგეროდ ძალიან კარგად ივაჭრე. კარგი, მზად ხარ? კი. 1 2 3 90-75. სნეიდერი წავიდა. დაიხადე? ძალიან მეწყინა. სნეიდერი 90. სნეიდერში იმიტომ გადავიხადე ამდენი რომ პრაიმს ვაფასებთ რეალურად და პრაიმში ტიპის საოქროს ბურთე მატერიალი იყო. მაგრამ მესის წინააღმდეგ რა უნდა ქნა ადამიანმა, ხო? მეკარე. მეც ყავს ეგ. თან ჟოზე სნეიდერი იყო, რაი მაგას ვაქცე მე. ხო და მეტიც შეიძლება და რომ არის ჩეხი ნამდვილად. კი ბატონო. შენ ხა 15-ად წაიყო, 90-ად. 1000-ად წაიყვანე? რამდენი დავჭა? არასწორად გამოვაკეთე. 235 გაქვს ანდრო. ნიკამ რომ გამოვაკეთე. ანდროს არ ხოს. 235 ანდრო, 490 ლუკა, 430 იმედა. ოკეი. მეკარე მე. ჩეხი 30 მილიონი. ეხა თქვენ უნდა იბრძოლოთ მე. შენ ყავს. მე მყავს იკე. ოკეი. და ბოლოს გხვდებათ ხო იცით ვინ? კი ბატონო. ვიტორ რუი ბაია. პატრისი გხვდებათ? ვიტორ ბაია. მიხდი ხო ასე. აჯერში არ დაგიწერია. მოუყურებთ ეგ ერთმანეთს რა გონდია. აუ, იმენა მიყურებდა ბიჭო, მოხაზვა დაინახე. 5 მილიონი ძველი იქნება. 1 2 არა 5 მილიონი. არა, მე მეგონა 100 ბოლოს მატყუა. 105 მილიონად ჩეხი. მეცად გადავიხდიდი, მაგრამ დაგელოდი. მეცად გიტყვი, ლადო. მეცად გეტყვით. ასაკითხებსნაირ ერთი და იგივე თავი. შენთან 5 მილიონად ვიტორ ბაია. ან 10 მილიონად ეს მეკარე. მე უეჭო იქნება რა თქმა უნდა. არა, მისტერი ბოქსი. ვიტორ ბაიას დავიყვანდი. ეს იქნება აბსოლუტური ის რა. ანტონიო ადანი. კარლო კუდიჩინი არა და მესამე ვინ იყო კიდე? ჩეხი კუდიჩინი. ვიტორ ბაია გამახსოვს. აუ ის მეკარე სახეზე მახსოვს. მე ვიტორ ბაიას ვერ მოვესწარი და როგორი იყო? კარგი მეკარე. ძალიან კარგი. პორტუგალიის ნაკრებში მართლა. პორტუგალიის ნაკრებში ძირითადად შემოდგომაში იდგა კარგი. არა, ეგ როგორ თამაშობდა? ნუ აი რა. კარგი მეკარე რა. პრაიმში როგორი იყო? როცა ლიგა მოიგო. კარგი. ერთ-ერთი რევოლუციონერი არის. ეს UEFA მოიგო და მე ლიგა ეს მოიგო. ყოფილა ვიტორ ბაია, მაგრამ ისიც არ ყოფილა რომ აი არა, ეს ევროს ნახევარფინალი აქნა თამაში. ოკეი, 5 მილიონად, ხო? მიდი აღმიწერე. 10 მილიონად ეს რევოლუციონერი ერთი. უკაც არა, ესე არ ყოფილა რა, მიდი აღმიწერე არ ყოფილა. მიდი აღმიწერე. ზაკაზი არ გამიწერე. კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარა. ჰა? კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარა ეს მეკარე. ნიჯრით 4-ჯერ. კარიერა ამერიკაში დაასრულა და მილანში უთამაშია. დიეგო ლოპესი. კი. შეიძლება იყოს. ეგაა ჩემი აზრით.
მაგორ შორის იყო დიეგო ლოპესი. ნუ ეხცა. ბოლოს ხო სადაც წავიდა. ეგა უეჭველი. მოიცა მაგის კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარა. კი. რო წლისთვის სამყარო. წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარა. ევროპის ამ ბანძობაში უთამაშია ხა. არ მახსოვს. ხო, ეგა სხვა რა ვარენ ვინ შეიძლება კეილორ ნავას მილანში შეიძლება. რო ნავას მილანში ხო არის. კეილორი არ იყო, დიეგო ლოპესი. მაგრამ ვიტორ ბაიამ წესით ჯობს დიეგო ლოპეს რაღაც არა, აი ბაიათიც უნდა მოხიბლო არის. მაგრამ ლი ტიტულები იმას მეტი. ის რამდენად იღება? 10, 15. 5-ად მინდა ბაი. კი. მილან ბეში დაიწყო კარლო კუდიჩინის კარიერა. ნუ მნიშვნელობა არა. აჰა, კუდიჩინი. ისე ეგ ვიცოდი, მაგრამ ვაფშე არ გამახსენდა კუდიჩი. ხო. მილანში უთამაშიაში ხო, თქვით, მან ბე არ ითვლება უბრალოდ. ვიცი, მეც და ის მოწესო. რომელიც კარში მიყენია ბაია. რომელიც და მილანში არ უთამაშია კარლო კუდიჩინის. კი, მილანში უთამაშია კარლო კუდიჩინი. უთამაშია ანუ მილანში? მილან ბეში მილანში თამაშია. მე ქალაქ მილანს გულისხმობ, ისე ვიძახი. არა, აუ, ეხა მე რო აქ მას 20 არა, 20 თამაშზე მეტი რომ აქ მოტანილი და 105 რო აქ, ეგ ლოგიკურად გეჩვენება ხოლმე. არა, არ უთამაშია, ფაქტობრივად არ არის. მილანში როგორ არ უთამაშია? ქალაქ მილანში უთამაშია. რას გულისხმობ, მილანში ქალაქ მილანს უთამაშია. გულისხმობდი? ხო, მილანში წერტილი კამილანი არის. კაი, კაი. არა, მართლა 20 თამაშზე მეტი რომ აქვს. შეგეცახმე, მაგრამ მოედავებ. არა, არა. ბიჭო, ეგრე ის რომ აქ 90 თამაში რო კაცთან თამაშები და რომ იწერია 20-ზე მეტი თამაში, ეგ რას ნიშნავს? არა, არ გეთახმები ნიკა. არ გავიგზავნა. შეგიძლიათ კითხოთ ხოლმე ეგეთ დროს და 5 მილიონად ჩემი აზრით აი, საერთოდ არ არის ეგეთი. ეგეთ კი არა ძალიან კარგი შენაძენი. ვიტორ ბაია და აი, ეხა მოდი ეგრე ნუ იმას ვიზავთ, რომ ძალიან მაგარი 5 მილიონად? მაგრამ აი ნო, ბევრად მარცხენა ვინგერი. სანამ ჯერ კიდე ფული დარჩენილია, მინდა რომ სონი შემოგთავაზოთ მეგობრებო. სონი? 50-ად. სონსელოდებოდი ამდენი ხარი? და არ ვიტყვი როგორ ველოდებოდი სონი სულ. გვარს. იტო რომ მე ძალიან მიყვარს სონი. სუა ცხრიანი მართლა ძალიან მიყვარს. ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი არის. მას შემდეგ რაც ფეხბურთს არ უყურებ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, შემიძლია ვთქვა. მას შემდეგ რაც ფეხბურთს არ უყურებ რა. კი, მე მახსოვს როგორ მაგ ტიროდი, პერიოდიდან. როცა ანდრე გომეშს მოატეხა ფეხი და სონი შეგეცა. იმედას ყავს 6 ფეხბურთელი, კორეელებს ყავს 1 2 3 4 5 რომლებიც 7. ფეხბურთს სამას. და ფული შენ გაყოლა და მაინც ძალიან მიყვარს. 170 მილიონი. სონი რო მიყვარს. სონი 50. სონი კარგი ადამიანი. კარგი ადამიანი და კარგი ფეხბურთელია. 170. მესამე ვიღაცა მაჯლა ჯუნა შეიძლება იყოს და მაგიტომაც სონი მაჯლა ჯუნა, კაია. შენ აა, შენ აზარი ყარ უნდა ხო? იცოდეს. შენ აზარი ყავს და? მე აზარი მყავს. მე კარგი. მყავს. ნახოთ სონი. ყველის. 50 მილიონია საწყის ფასი. ხელები ესე ატრიალეთ ხოლმე ვითომ ბევრს წერთ რა გჭირ. გატრიალეთ. ერთი, ორი და ერთი წუთი. ეს შენ უიც დალოდება ეგრე არ შეიძლება. დოწერილი და მოქუ. მე გესმ, არა, ვერ დაამატე. ესმის რა ბიჭო, ისე ხო, მაგრამ ხდება რამდენი და რას ხდება 60 დავწერე და 105 დაწერე. მე მეც ეგრე მეგონა რა ხდება. აჰა, მოდი. 1 2 3 90 შენ გონე გამოგეკიდები? 90-ად. აა, მილორავს. სამეურფული აქ და რაღაცა ხო და. აბა ეხა სიგიჟე შეხვდება რაღაც, მიდი. არა. თუ ეხლა არ გადააკეთებს ნიკა. მარკუს რაშფორდი 15 მილიონად. არ მე მსაკეთებდა მახსოვს. 25 მილიონად ეს ფეხბურთელი. ვიტყუები რაღაც იგივე. უფიში დადიოდა და მე მსაკეთებდა. 15 არ დაუჯერებ მილიონად. ხალხო. მარკუს რაშფორდი შენ ან 25 მილიონად ეს ფეხბურთელი. დიახ. დაიწუნეს ნაკრებში, რომელშიც თამაშს არც აპირებდა. მას არაერთ დიდ ფეხბურთელს ადარებდნენ. და 5 ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. აქვს ნათამაშები. აქვს. რაღაცა მოიმედო ელემენტია, მაგრამ ჩემს მარკოსიო წაიყვანდა ეს გააკეთა. არა, ჩემს შოუსთვის უნდა გარისკო რა. არა. ეს შოუსთვის ერთხელ გავრისკე და სპინაცოლა შემხვდა კამორანი. რაში აი და ზუსტად ვიცი ვინ არის. რაში წაიყვანდა? რატო? არაფერი. რაში წაიყვანდა? ეს და გააკეთა. ნახე, მინიშნება გორან პანდევი იქნება, იმიტომ რომ სად დაიწუნეს მაკედონიის და მაკედონიის და სხვაგან იქნებოდა გამოძახება რამე ბალკანური ქვეყნიდან უეჭველი. და მან დაიწუნეს. პანდევს ეგრე ადრე არ დაუწყია, რომ იუგოსლავია ეგრე შუაშია დაზაბადებული ალბათ სანახ იქნება ბოსნიაში და აი რაღაც ეგეც სადაც თამაშს არც აპირებს. ანტე და ხორვატია. იმედ რაშფორდი წაიყვანდა და ეს გააკეთა. კარგი, აღარ გვინდა შოუ იყოს მარკოს რაშფორდი. რამდენად? 15 მილიონად ეს ფეხბურთელი იყო, მოკლედ, ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელმა თქვა, რომ ყველა ფეხბურთელიო, რომელიცო ეგვიპტური წარმომავლობის არისო, ჩვენ ნაკრებში ვერ ითამაშებსო და მათ შორის ვერც ელ შაარავიო. და შაარავი თქვა, რომ ისაც იტალიაში ვაპირებდა. ვინ არაპირებს. იმედ გააკეთა რაშფორდი. გააკეთე ხა მართ. აი ეგრე გწხვენია? ანახე ბიძიას, ბიჭო, რატომ მიგონებ, როდის გავაკეთე? მარკოს რაშფორდი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ძალიან კარგი. გააკეთე რა. გააკეთე რაშფორდი. არის ის როგორ მოიცა ეს. ცენტრალური ნახევარმცველი, მორიგი
პოლ პოგბა 40. მაგარია ძალიან. ამდენად 40. იმედა და ანდრო იბრძვიან. $230 მილიონი 310 წინააღმდეგ. მე მაქვს რამდენი? შენ 310 ანდროს 230. ამდენი კაცი ყავს ასეყო. ანდროს ყავს ერთი ფეხბურთელით მეტი აყვანილი. 7 კაცი მყავს მე. 6-7-8 ყავს შენ და დაგჭა კიდე 3 ფეხბურთელს. ძალიან ბევრ კარგ ნახევარმცველს უთამაშია ჟოზესთან ერთად. მაგრამ ყველა არ იქნება. კი არა და მაგრამ პოგბაზე უკეთესი არ უნდა იყოს ვინმე? იოზილი პოგბაზე წირატო ყავდა. ერთი ფასი. იმე დაწერე რა. და საწყისი ფასი არის? პოგბა და სნეიდერი. სად ვარკვიო ეხლა. სნეიდერი ხო შენ ყავს? ამპარდი იყო ყველაზე ძვირი უბრალოდ. ამას ყავს ნეიდერი ამას კი. შენ არ ყავს შემტევი ნახევარმცველი. 1 და ბედს მივენ. 2 3 40 145 პოგბა ჩემ კავერზე ეყენა და ეგრე მეოს. ძალიან ცოტა ფული დაგჭა უბრალოდ. მართლა? 230 ქონდა. ხო. დაგჭა 85 მილიონი და რა. ორი ცენტრალური მცველი. რომლებიც მისტერი ბოქსებითაც აი მაგრამ შეჯიბრები ხალხს რა. მოდი მაშინ პოგბა ძალიან სახელები უნდა გავიაროთ. არ ვიცოდი შენ თუ ეგრე არ აფასებდი პოგბას. როგორ არ ვაფასებ? კარგი იყო, დაიყვანე, წამოიყვანე ხო, მაგრამ. მაგრამ ჟოზე ეგრე ხო არ უყურე. არ უყურებთ ეგრე? არა, პრაიმი არის. ფეხბურთელის ფეხბურთელის პრაიმი არის თქო. მაშინ ეშლიანგი პრაიმში ბევრად უკეთესი იყო. მაშინ ხო ნუ საუკეთესო. ოღონდ სხვა პოზიციაზე, ასტონ ვილას სხვა პოზიციაზე. ჩამოვწიეთ რა. ჩემი აზრით ჟოზეს პრაიმში უნდა ვარ. კაი, ზანიოლო შენთან 20 მილიონი. შვენიერია, მაგრამ. ან მისტერი ბოქსი, ორივეზე მისტერი ბოქსი გაქვს. ბიჭო, ძალიან ფიტი გააკეთა რეტენ რა თქვა. ოლიმპიკოს ყოველთვის ემახსოვრებაო და ეხა თამაშიც კი არ ახსოვს რომელს რა არა თამაში? თუ ანგარიში ან რამე ეგეთი. წელიც არ ეხსოვს. ორივე ნახევარმცველზე. სეზონიც არ ემახსოვრება. ოლიმპიკოს ხო. ფლანგიც არ ემახსოვრება რომელზე გაქვს. აფსონასთან ატარებდა. კარგი, იმედ მომისმინე. ზანიოლო 20 მილიონად, ან 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. ერთა ლიგის მესამე ადგილზე. ერთა ლიგის პირველი გოლის ავტორი. ჩემპიონთა ლიგის მედალოსანი და გვარი რომელიც სახელს გავს. ამ რაღაც ფრენკი ქვია რაღაც ეგეთი. ანდრე რაღაც. აუ ძალიან უკან ხო, ნუ ეს ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი. დელეალი. რომლის პრაიმის ზანიოლოს პრაიმი ჯობია. დელეალის პრაიმი ძალიან კაი. რაიმი. რაიმ. პრაიმ დელეალი. ბელინგემი ძალიან ნორმა. აუ კრისტა პალასთან. და მეორე ტანგი ნდომბელე 10 მილიონად რა კაი ფეხბურთელებების ცა. ან 15 მილიონად ან 15 ანუ კაცი ან 15 მილიონად ეს ფეხბურთელი. ეს ფეხბურთელი. ჩინურად მინიმუმ რამდენიმე სიტყვა იცის. ალუ ჩეს. ოსკარია. ნაკრებში 20-მდე გოლი აქვს გატანილი ხო. და ორი ქვეყნის ახალგაზრდულში უთამაშია. ეს ფეხბურთელი. მარუან ფელაინი 15 მილიონად. ჟოზესთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ფელაინი, ამ გადაცემაში ვიგინები. დელეალი და არა. არა, ტურვებით კი. არა. ამ მომენტისთვის იმედას აქვს 285, ლუკას აქვს 400 მილიონი, ანდროს 85 მილიონი. და შემდეგი მეგობრებო, ჩვენ ვისაც შემდეგ ტურში შევთავაზებთ მოსახლეობას, ეს არის ფორვარდი. დავაი. ფორვარდი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია გავიგოთ დიდიე დროგბა 80 მილიონად საწავა. როგორცაც 80-ელი შეკავს ფორვარდი? არა. შენ? არა, შენ? მე კრისტიანო ყავს. მე შენ არ გებრძო. მე გამისწორდა. შენ? მე გამისტორდა. შენ? შენ? მე გამისწორდა. მე გამიშტერდა. რამდენი გაქვს ფული? ბევრი მაქვს რა. მე უფრო ბევრი. 400 მილიონი აქტივს. საწაიღოს არის. მე მაქვს ვერსია, სადაც შეიძლება ეგ 400 მილიონი დაიგოს. მაგრამ იმედური იყო და რატო გაქვს ერთი რეაქცია? კი ბატონო. აბა რა შეულდებოდ? დაწერეთ. აუ, აი ასე. რამდენი ფეხბურთელი დაჭა? ბიზისი უმორი და რაღაცა? არა, ბიზისი უმორი. ჩემს დაამოგამო. კაი, გაჩერდი. საუკეთესო. სანამ თავის ჟანში აბიგზალეს მე და ბოლომდე. საუკეთესო ვარ მე. თავის ჟანში არის პირველი. რა ყირსა მითხარი? ნუმერო 80 მილიონი. 400 მილიონი. ერთხელ 400 რაღაცა აქვს და მე მაქვს ახლა მეგეთყვი. 285-ით 400. იმედ რამდენი კაცი ყავს აგედელი? 2. მაშინ არ დაზოგო ფული, იმიტომ რომ მართლა რა თქმა უნდა. შექცება ოხრად და დროგბა. რა თქმა უნდა. და ამას კაი უნდა იყოს. შენ შენ რაღაც საშიალებო უნდა მითხრა. შევასაძლებს. რჩევები. რა თმინდა, ანუ ეგ არა ერთი წამეწა, ანუ აი ხა შენ ანუ რა გეგონა, ხა შენ რომ მე მაგას არ ვიზავდი? დაწერეთ. Stop it. შინელება. ანუ დაწერეთ. ესენს ამოჭერთ. არა, ეს რომ უნდა ამოვჭოთ, ამას შანსი არ არის რომ ამოვჭოთ.
აროდია მეგობრებო, ასე არ მეტყველე. 1 ლუკა, აი ხა შენ და მელო. არა, არ დაგეულ. 2 3 ამანაც აი. 120 რა მინდოდა? დიდიე? დროგბა. შემრჩა ხახვი. ორი პოზიციის გარდა ძალიან კარგი გუნდა. არა, კაი, ამან წაიყვან. ბიჭო, ოლეგ თურაშაული გავასებოდა? შენთან არის ლუკაკუ 30 მილიონად. ანუ არ არის ლუკაკუ ძალიან კარგია. ეგეთი? რავი, ლუკაკუ? კარგია. ლაკაკა. დღეს ცუდი რა ლაკაკა პრაიმ ლუკაკუს თუ ვიღებთ რა ცუდი არავინ არ არის, მარლონ ფელაინი არავინ რატომ მომიტანია მომეწ. ეს? პრაიმ ლუკაკუ. ტოპ 7 ფორმაზე იყო მაქსიმუმ მისტერი ბოქს. თუ დააკვირდებოდით დღეს, ჟოზე, ანუ ავარჩიე რატო 20-ს დერჩეთ? ერთ წამი ბევრი ვარსკვლავია, საშუალო ფეხბურთელია ბევრი, მაგრამ ძალიან ცუდიც არავინ მომიყვანა. აი, ლაკაკა რაღაც. ლუკაკუ 30 და მისტერი ბოქსიც 30. მითხარ. 40-ზე მეტი წლისაა. 7-ზე მეტ კლუბში უთამაშია არა. და ნაკრებში ბევრი თამაში აქვს ჩატარებული. ლუკაკუ. არა, გვერახა. დიდი ხანია მისტერი ბოქსში უნდა ანდროს რო იყოს ზლატან იბრაჰიმოვიჩი. და ეხლაც არ მოიყვანა. არც ახლა ელბერ პოშტიკას გადარჩი. რამდენი? მე მოვწყუდებოდი. პოშტიკა. ლუკაკუ რამდენი? 30. აუ. 30-ად დაჭრა. ეხლა ორი ადგიდა. მიყავს მარჯვენა ვინგერი კონკურენტად. მიყავს შემყავ ხა? არა, ეს და ცველცე შენ ორივეს გეტყვით. გეტყვით რომ მარჯვენა ვინგერი არის ყველაზე სუსტი პოზიცია, მაინც რო იცოდეთ. რა დარჩა? ნუ რავია. ხო, მაგრამ აი კაი ფული დაიტო. მარჯვენა კი, ხო, აი სუსტია. ვინა? შურლე 30 მილიონად ვის უნდა? ან ამას მიყავს, მე არ მინდა. ხო, კაი. ვიცი ერთ წამი. დაუშვათ შურლეს ნაცვლად ბერგვაინია. ყველაზე სუსტი. ხო, მაგრამ მისტერ ბოქს გაურისკა უბრალოდ, მაგრამ არ მინდა. ყველაზე სუსტი პოზიცია მაქვს მარჯვენა რაში ფლანგზე. გიჟე არის? არის თუ შევინახებული, რატო ყავს ყველაზე სუსტი? სტივენ ბერგვაინი ტოტენჰემში. რატო ხე, რა მე როგორ გამეთვალა? ვერ გათვლით, ვერ გათვლით. თამაში. ანუ თე თამაში სადაც ყველაფერს გათვლით, მე აღარ არის ახალი. შეიძლება ლამი დაიწყო 10 მილიონად. ეგ რაში არა. შეიძლება მალდინი ამ. აი ვითამაშოთ შურლეზე, ვითამაშოთ. არა, არ მინდა შულა წაიყვანე კაცო, მაგრამ კიდე კაი დიმარია ვიყვანე ბიჭო. არა, ეგ შეიძლება, მაგრამ მე როგორ გავთვალო ვერ ის? გათვლი. ვერ გათვლით. ერაფერს ვერ გათვლი. როგორ გათვლით? ბაიასაც ვერ გავთვლი დი ბე. კაი, ბაია მესამე ვარიანტი. ხო და ნახე მარსელო მეორე კოინტრა უიყო უკვე და მესამე ვიღაცა ანშო. აი. ბოლო ფეხბურთელი ვინ წაიღო? მესამე სტივენ ბერგვაინია შენთან 20-ად, ან მისტერი ბოქსი 30 მილიონად. ვარიანტები რა გაქვს თავში ესე მარჯვენა? აუ არ ვიცი, არ ვფიქრობ ზაში. დიმარი. აბა რა იცი რომ საუგეს ვარიანტები არ არის. ნახო, მაშინ ხო, აი, ვინ? აზრი. არა. უნდა დაიქნება. რა თქმა უნდა დიდი შანსია მაგის, მაგრამ ზოგადად თავში ვინ ყავს, ვინ გახსენდება ჟოზესთან მარჯვენა ფლანგზე. ესე. სოზესთან მარჯვენა. ხო, აი ხო არის შეიძლება გახსენდება ვიღაცა. გიბალა. დიბალა მარჯვენა ფლანგზე. ხო, რავი, იდგა მარჯვენა მას შეიძლება დიბალა. იოზილი იყო დიბალა რატო არ მას შეიძლება ლახოია. დიბალა შეიძლება დიბალასა და შულეს შორის მართლა განსხვავება არის? კი. არა, დიბალაზე ხოლმე შორის კაი, წავიკითხოთ. მალუდა მირჩევნია და ფლორიანი, რატომაც არა? ფლორიანი. არიან რობენი ხო გირჩევნია? მალუდა მარცხნიდან. არიან რობენი ხო გირჩევნია? კი. გირჩევნია. კიდევ ვინ? რობენი იყო ჟოზესთან? კი, იყო აი, ბაზარი არა ხო. აი, მიდი მითხარ. 50-მდე თამაში ნაკრებში. რაზე მაგას ვირჩევ მაინც, მაგრამ მიდი კაი თქვი. 2 გოლი ამ სეზონში აუ, საშინელება. რობენი არ არის. რობენი. და 1.66-ია. 2 გოლი ამ სეზონში და 1.66 არა. დიბალა 66 მეტრი. ვინმე ბებერი იტალიელი კიდე რო არაბეთში თამაშობდეს ვინ არის? შეიძლება ეგეთი. ჩენგიზ უნდერი. ბერგვაინი. არა, მაგას ვირა. 50-მდე თამაში ნაკრებში ნიშნავს დებიუტი მისი ნაკრებში შედგა წელზე შენ მხოლოდ ერთი თამაში აქვს. და ვიცი. ფელიქს აფენაჯანი. მე ესე ვიტყვი ვინცა? თქვი? პრესტიანი. ჰა? პრესტიანი. პრესტიანი. ჯანლუკა პრესტიანი. პრესტიანი. ყოს რავი არა უშო. ბერგვაინსა და პრესტიანი. რასისტი ყავს გუჩი ხალხო? რასისტი პრესტიანი. რატო? არ დამტკიცები. არ ვიცი. უდანაშაულობის პრეზუმცია. მე გაბროს ვენდობი. გაბროსენო udanašaulობის udanašaulობის პრეზუმციას დაცვა გაბრო over udanašaulობა მაგრამ იურისტების ანუ შენ არ გავიგე მაგრამ არა ზოგადად აი მაგაში გეთახმები რომ ჯერ არაფერი დამტკიცებია თუმცა მე გაბროს ვენდობ და ასე ვენდობ ყველა მადრიდის გაბრო რომელიც პირზე აფარებულ ხელებს კითხულობს ან წაიკითხა ეგ რაც მოხდა და შესაბამისად შურლე არა უშო პრესტიანი შეიძლება ძალიან დიდი ფეხბურთელი არის კი ჯერ 20 წლისაა მარტო კი ხა კლუბს აი გუნში არგენტინა იტალია არა მცველია და მე რომელი ყავს ახლა იმედე კარგი მცველია და კარგი მცველი ყავს ცენტრალური. პეპე 30 მილიონად. მოიცა ბოდიში.
მარტო ლუკას უნდა ფეხბურთელი? არა, ყველას გინდათ. ცენტრალური მცველი პეპე. არა, ამას მე ცენტრალური მცველი აღარ მინდა. შენ აღარავინ აღარ გინდა. ერთ წამი ბოდიში რაშფო ფელაინის გარდა შუაში ვინ ამომივიდა? ჩაბი ალონსო ფელაინი და მეორე 11 კაცი ყავს. შუა ნახევარმცველი ვინ? რაღაც სიგიჟე ამოგივიდა. შენ ყავს ალონსო, დელეალი. დელეალი და ფელაინი. საკმაოდ საინტერესო. პეპე. პეპე. 30 მილიონი. 30 მილიონად, კი. დავწერე უკვე ჩემს ვერდიქტი. ერთი? აღარ ვენ მივენდობი 80 მე მიმყავს პეპესო. ამას აზრი აქვს. იმაზე მეც რამდენი ჩენ გაქვს? 45. 100 მილიონიც რო თქვა, 100 მილიონად 90-ად პეპე. აღარ დაგჭი ხო? რესტი შევინდა ხეფული მარცხენა თუ მარჯვენა თუ სიგიჟე. ეხლა ნახე ჩემი ორი სულელს დაელოდე ცენტრალურ დაწესება. ჯანლუკა მანჩინი 10 მილიონად თუ 15 მილიონად ეს წველი. მებრძოლის ცხოვრება, ესე შეგვიძლია შევაფასოთ ეს ადამიანი. საინტერესოა. სოფლიოზე აქვს გოლი გატანილი. და სამწვრთნელო კარიერის მოგება წაგების მაჩვენებელს რო შევხედოთ 40%-ია, სადაც გამარჯვებული დარჩა მისი კლუბი თუ კლუბები. ანუ უკვე კაი ხანია წვრთნელია, ხო? ან შეიძლება არცაა კაი ხანი. შეიძლება სანთამაშია 40%, მე რა ვიცი. ვინ შეიძლება იყოს? თუ ახლა ვიფიქრებ რა მაინც. რა პოზიციის რა თქვი წვრთნელ ბოლო მინიშევა რა იყო? სამწვრთნელო კარიერის მოგება წაგების მაჩვენებელი, ანუ დადებითი ბალანსი აქვს, მოგებები 40%. ვინ არის? მარჯვენა მცველია? ცენტრალური. წინა მინიშევა რა იყო? მებრძოლის ცხოვრება ეს შეგვიძლია დავახასიათოთ. მე ვიცი ვინც არის ალბათ. და სოფლიოზე გოლი აქვს გატანილი. აი ბოლო მინიშევა არ ვიცი, მაგრამ მაინც ხოდია რომ ლუსიო? არ ვიცი. ბიჭო, სამუელი იყო სადმე? ვალტერ სამუელი? წვრთნელი, აი წვრთნელი, ასისტენტი ყოფილა. დიდ გავლენას დიდი გასხვავებას არ გასდოს ჩემი აზრით თუ. მაგრამ ორივე ანუ კარგი არა არ გეტყვი, იმიტომ რომ რა მე ვიტყვი. რატო ვინ გონია შენ? მე ვიტყვი, ვინ რო აი. არა, ვიფიქრებ. კივუ? აი მე კივუ ცენტრალური მცველი ხო არა? აი მე კივუ როგორ არა? კივუ მეგონა და მე ხოდ მე ვიტყოდი, მაგრამ საციაში მცველიც იყო და ხანდახან ფლანგი. აი საერთოდ პატივი არც ჩემი რა წოდი. ხა? მე ხო არ ვიცოდი რომ შენ კივუ ქონდა ჩაკრებული. ანუ მისტერი ბოქს? აი შეიძლება არის კე შოუსთვის, ახლა მანჩინი რა უნდა მოგცეს ისე. ხო, რა ხო, ეხება. დარწმუნებული ხარ? მოუყვანა ვიღაცა კარგი იყოს, დარწმუნებული. მარკო მატერაცი. რავი ხო რა ცუდი. ანუ ძალიან კარგი. ისე გიუია მანჩინი და მატერაცი. აი ტიპი არ მესიამოვნა, აი ტიპი არ მესიამოვნა, აი თვითონ ხო გამიხარდა. ეგრე ბალაკი რო წაუყვანა წინა იმაზე? იცი რომ ჯალუკა მანჩინის საყვარელი ფეხბურთელი იყო? მატერაცი? მაგიტომ ჩავსე იმის მისტერი ბოქსად. ვიკიპედიაზე წავალ ჯერჯერობით ჩემ. ვიკიპედიაზე წავიდე. საშენელად წავალ. არბელო მატერაცი ყო. დარჩენი გუნდი? კი ბატონო, მაგრამ მოდი ბოლომცველიც. ჩაღლარ სოიუნჯუ 10 მილიონა. არა, პრაიმში. 15 მილიონად ეს ის ხოდა სამთვიანი პრაიმსაც ვახოგალს დადიოდა აი ესე მოსიარულე იყო და აი სოიუნჯუ აი ვანტექს არა, მაგრამ ვიღაცებს რა პრემიერ ლიგაში ერთ საუკეთესო ცენტრალური მცველია. სამთვია ის სამი და მე არ მახსოვს. ახალი დაწყებული ლესტერის სამთვეს ამბობ ალბათ. კი, ლესტერის სამით და მე ტიპი იმენა. ეს ფეხბურთელი 15 მილიონად მეორე, ანუ ერთხელ პირველ ტაიმში შეცვლაზე შემოვიდა და იმ ტაიმშივე 2 გოლი გაიტანა. ანუ ეს სოიუნჯუზე უარესი უნდა იყოს, იმიტომ რომ ესენი ფიქრობენ რომ სოიუნჯუს უარა იყვანენო და მისტერი ბოქს დაირჩევენო და ის მაგრამ სოიუნჯუზე უარესი რა უნდა იყოს? არ იქნება. ტანგანგა 1-3 წამაკითხე ბოლომდე. ჯაფა? ბოლომდე წამაკითხე. ერთხელ ნაკრების მაისურით პორტუგალიას გაუტანა. უკვე კაი. ტანგანგა. და 3 სხვადასხვა ტურნირის სიმბოლურ გუნდში ყოფილა. ტანგანგა ხსა. ანუ ეს ახლა უნდა გვეგონოს ძალიან მაგარი და უნდა იყოს აბსოლუტური არ მუშაობს ეგ ჯინქსი, კაი. კარგი ხა, ჰე, მიდი. დავენაძელე. გაზირებულ სასმელზე გინდა? გაზირებულ სასმელზე ხო არ გინდა? გაზირებული სასმელის ჩამოგდებაზე ხო არ გინდა? აქ შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი რეკლამა. მიდი. აჰა. შენ ამბობ კარგი ფეხბურთელი იქნება და შენ ამბობ რომ სოიუნჯუზე ცუდი. მაგრამ ეს თუ კარგი ფეხბურთელად თulis ბრაიან კრისტანდეს, მაშინ ყველანაირი დავასმობი. არა, ერთი წამი. ობიექტური მსაჯული შემოვალ მე. მაშა ესებუა და იმედა გადაწყვეტე ხმის მის. კი, ოღონდ ხანდაობით არა. ეგ ფეხბურთი. შენ რას ამბობ რომ სოიუნჯუზე ცუდი იქნება ეს ფეხბურთი? სოიუნჯუზე კარგი. არ ვიცი რა სირჩევ. სოიუნჯუზე კარგი არ იქნება. კარგი იქნება სოიუნჯუზე. აუცილებლად. ვის სირჩევ? მაგ ფეხბურთი. ეს ფეხბურთელი არის კრის მოლინგი. ვაუ, შენ მოიგე გაზირებული სასმელი. საოცარი დაწყვეტა. მალდინი მყავს. აი, დაც მე ერთი წამი, მიყვეთ.
იმის მაშინ შემიძლია ლუკას დარჩა ძალიან ბევრი ფული თორე თქვენ ისე ხო, მე იმიტომ რომ რა ვიცოდი რომ მარჯვენა არიენ რობენს არ მოვიყვანდი, რომელიც არც გახსოვს. იბალას? არა, ერთი წამი. იბალას არ მოვიყვანდი. რატომ გონია რომ საუკეთესო გუნდი მყავს? არა, არა, ძალიან არასწორად გონია. ძალიან არასწორად გონია? ძალიან. ესეთი კაი აუქციონი ბოლოს იყო არ. შეტევა რო საუკეთესო. აი ბოლომდე წურვა თუ. ეხა არ ვიცი ვის ყავს საუკეთესო გუნდი. ანდროს ყავს საუკეთესო შეტევა. მე ნახევარდაცვითაც გჯობი ვარ ჩემი აზრით და დაცვითაც და მეკარით. თუმცა ჩვენ ჩამოვთვალოთ მიუყვეთ, და ხო, ეხა კრისტიანოთი თუ გადაწყვეტ მაგას რა თქმა უნდა კრისტიანო იმიტომ აუგმანი რომ წონის. ხო, მაგრამ 3 რგოლი მაქვს საუკეთესო. თუ შეიძლება, აი უბრალოდ ციხე მოვიდა და შეაფასე. და გვეტყვის. ხო, აი, ციხე. არაფერი ხო, რეკლამის გარშე დავიკითხოთ. მიკროფონი აქ არის და ბოლოს ესე აი, აი მევასება რას ხლის რა. ანუ გოლებში უპირატესობა პლანეგეთი დიდი ხო, მაგრამ 4-დან რო 3 ციხე, რგოლში. სამივე გუნდი მოისმინე და ბოლოს თქვი რომელია შეიძლება საუკეთესო. დაიწყე იმით. იმე დაიწყე. არა, მე არ დავიწყე. აუ დაიწყე. არა, მე რას ქვია, არ დაიწყე, დაიწყე. მაკედან იწყება ყველაფერი. ერთი წამი, მარცხენა გარემანი. აუ ეს ვერ კითხულს გონია. აუ, შემოგელობა ჩამოწერა და არ აქვს დაყენებული 4-3 და. აუ მე ბრულა ჩამოწერა. ციხე. კარში პეტრ ჩეხი. ჟოზეს ფეხბურთელებზეა საუბარი, იცი ალბათ. ოღონდ ვაფასებთ პრაიმში, ანუ ჟოზესთან პრაიმში კი არა, პრაიმში. ან უფრო სამართლიანი იქნება, რომ ჟოზესთან პრაიმში შევაფასოთ. მარჯვენა მცველი ხავი ერძანეტი. თავის სამკლაურით. ჯონ ტერი, სერხიო რამოსი. სპინაცოლა, ჩაბი ალონსო, საყდენად, ჩაბი ალონსო. ხორცოლები ნახე ხა? ცენტრ ფორვარდი დროგბა. აუ, ეს უკვე წაგებას ნიშნავს. მარცხნიდან რაშფორდი, მარჯვნიდან შურლე, სოფლიოზე. რაშფორდი შურლე. შურლე და სოფლიოს. ცენტრი პრაიმში, ორივე პრაიმში, მარუან ფელაინი და დელი ალი. ბიჭო, დელეალი მევასება. აი დანარჩენებზე ვიზეთ დელეალის ბოლოში არ მოვიტოვებდი, თუ თან თუ პრაიმს ვიღებთ, რა ვიცი, ეგეთი სასწაული. ხომ არა. არა, შურ გოლებით წავყევ. არა ხო ცხენის მიმსგავს. უკანა ნაწილი. მე მაქვს ცხენის მემი, ძალიან მაგარი ცხენის მემი. მე ყველას დაბალანსებული კი არა. გონია. ცუდი არა, უტრაკო ცხენი. 10-დან 9. უკანალო ცხენი მყავს. მე ყავს დაბალანსებული შემადგენლობა. აუ. იკერი კარში. მარსელო ფლანგზე. პეპე კარვალიო დაცვა. ეშლიანი მარშნივ, მაგრამ ნუ პლაიმ ეშლიანი არ იყო გეცოდი. კამბიასო ნახევარდაცვა, იოზილი და ლამპარდი. და შეტევაში მყავს სონი, ლუკაკუ და პრესტიანი. ძალიან ცუდა მაგრამ ანუ წეგა ხო ამბობდი რომ კაცი ძალიან გამეწ. ვით წეგა ამბობდი რომ მოვიგეთქო, პროსტა არ მახსოვდა ამას შემადგენლობა და ეხა უეჭველი მოგა დაცვა ყავს სუდი, მაგრამ ეს პრესტიანია ჩავარდა ჩემთან. ამას ვიცი, მაგრამ აი როგორ ლუკაკუ სონი პრესტიანი გახსო? რა ლუკაკუ და სონი რა არის ცუდი პრაიმ. ერთი წამი ერთმანეთის გუნდებს რატო მე მგონი რომ მე მოვიდა. კაი, მოიცემ. პრაიმ ლუკაკუ იყო ვიდეანდრო. ტოპ 3 არასდროს არ ყოფილა. 2021. არასდროს ჰოლანდი იყო, კეინი იყო და ეს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ტოპ 3 არასდროს ყოფილა. ჰოლანდი რომელ შეიძლება დავა. შენ ცხოვრებაში ერთი წამითაც არ ყოფილა. შენ ცხოვრებაში რა? შენ ცხოვრებაში. ფორვარდსო. იმედა ცხოვრებაში. არა, ასაკობრივებში. ასაკობრივია ცხოვრებაში. ლევანდოვსკი, კეინი და ასაკობრივებში დიდი როა. ვინმე ერთი. ანუ ჰოლანდი, ბიჭო. ვიცი ჯობდა რა. 21-ში ლევანდოვსკი, კეინი და ჰოლანდი რა თქმა უნდა. ჰოლანდი 21-ში დორტმუნდში. დორტმუნდში. კი, და უკვე სასწაული. ჯობდა. ლუკაკუ მოიგო. უკვე ჯობდა. ეს ლუკაკუ მოიგო სერია და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ტურნირის. კაი, ტოპ 3 შევა ფორვარდი არ ყოფილა, მაგრამ ტოპ 5. მაგიტომაც ეძახთი თვითმარქვია მიდი ფეხბურთი. მიდი ანდრო. თვითორკეს მე რევეძახთი, იმიტომ რომ თან მიზეზი მეყვა. მეფობა დაიბრალა. კარგი ეხა მიდი და მეფეს კიდე ხო იცი თუ არში მყავს ვიტორ ბაია. აი ეს შემდგომ ყავს ამას. არ მე არ ჯერ უკრიდან ვიწყებ რა. ვიტორ ბაია მყავს, რომელიც რა ვიცი, სპორტში, როგორც ნიკა მითხრა, მე არ მოსწრები ვარ მის თამას. ნორ მეკარე იყო. ბარსელონაში მარჯვენა მცველად მყავს ალვარო არბელო. მატერაცი მყავს, სოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი აიკონიკ ინციდენტის ავტორი, საშინელი კაცი. აი, ხო, კაი, მინდა. სმოლინგი მყავს, მალდინი on prime-ში, ნორმ. კოენტრა რომელსაც კლასიკოში აყენებდა ხოლმე, მარსელოს ნაცვლად ხანდახან, იმიტომ რომ უკეთესი წველი იყო, დაცვა არ მოგწონს. თუმცა, ნახევარდაცვაში მეყავს პოლ პოგბა, prime-ში, უესლი სნეიდერი და მაიკლ ესიენი. ესენის prime-ში ხა ჩელსიში ერთ-ერთი საუკეთესო თვლა. შეტევაში მყავს დიმარია, აზარი და კრისტიანო რონალდო. შეტევა საუკეთესო ყავს აუცილებლად. შეტევას და ნახევარდაცვას პოგბა და სნეიდერი. ხო, ჩემზე ერთი თუთე ეხა ციხეს უნდა ბიჭო, ანუ ანდროსის ცხენის მემია აშკარად რა. კი, მაგრამ პირით. ამ დაცვა უფრო
ისეთია დაცვა. მაგრამ შევადაროთ. მე ანუ მართლა არ მაქვს ჩამოყალიბებული პასუხი რა. დაცვა იგებს მართლა არ მაქვს ჩამოყალიბებული. დიმარია, აზარი, კრისტიანო პოგბა. მარსელო კასილასი მყავს და ლამპარდი ყავს პრემიერ ლიგაზე. გადაწყვეტა მე ვერაფერს ვერ ვიზ. ნიკა იცი რა. ხალხმა უნდა გადაწყვეტა. ნიკა, average მცველს შეუძლია რომ აი რაღაცა პერფორმანსი დაადოს, აი მატერაცისაც ერთი ტურნირი შეუძლია. Average forward-საც შეუძლია. average forward-ს აი დიდად არ შეუძლია რა. ანუ ლუკაკუს აქვს ლუკაკუ, სონი, პრესტიანი ვერაფერს ვერ მოიგებენ. ეს ტრიო ვერა. არა, რაშფორდი დროგბა შურლეს რას უწუნებ. ერთი წამი. და დაცვა. არა. ლუკაკუ და სონი როდის გახდა? ჟოზეს მთავარი კოზირი რა იყო? ხო იყო დაცვითი სოლიდურობა. ისტორიის ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მყავს. ერთ ახელ დიმარი. მომისმინე ჟოზესთან პრაიმში არ ყოფილა. მარსელო მყავს. აი, ეგრე არ აი მომბეზდით მაყურებელი გადაწყვეტა. მეც მომბეზდა ჩემი თავ. ხალხო მოვიგე და არა, ანდრო ენაზე რო შეგხვდი და რო დაკეთე რომ შემდეგ აუქციონს მოვიგებ ხო? რომ მოგეღება ჩემ მაგრამ მოვიგე მეგობრო. შენ ხარ ფავორიტი მაყურებელი. რა თქმა უნდა რა მოიგე ხარ, მაგრამ დღეს არ მოგიკი. მაყურებლის შვილი ვარ თუ რატო ვარ მაგათი ფავორიტი? არ ვიცი, იმიტომ რომ იმიტომ რომ წუწუნებ. შოუგამ არა. აბა ხო გუნდის გამომოსწორ, შენი საფეხბურთო ხედვა მოსწორ. რო ანდრო რა კარგად არჩევს ფეხბურთელებს. ელიგა 2-ის გუნდები შემოგეხმიანებიან. ოვერლოუდს რა კარგად აკეთებს.